მოგესალმებით, მე ნუკრი შოშიაშვილი ვარ, ეს კი მილენიალია. ვაგრძელებ გარკვეულწილად წინა ვიდეოს იდეას თავისუფალ საუბარზე და ამჯერად შევეხები რაციონალიზმის დაკარგვას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანამედროვე იდეოლოგიაში და ვხედავთ ამას, დაიკარგა რაღაც რაციონალიზმი თანამედროვე სოციალურ, იდეოლოგიურ და კულტურულ ცხოვრებაში რაციონალიზმის ნაკლებობაა და ამას აქვს თავისი მიზეზები, ამას აქვს თავისი ისტორია და ამას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, პროექტი და გარკვეულწილად ფილოსოფიაც, რატომაც დაიკარგა რაციონალიზმი. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არ არის გაუნაცვლებლობის შედეგი, პირიქით ეს არის მიზანმიმართული, ესე ვთქვათ, პოლიტიკის შედეგი. უნდა ითქვას პირველ რიგში, რომ ჩვენ როდესაც ვეხებით გარკვეულწილად იდეას, ლოგოს, ანუ ის საიდანაც იდეები გამომდინარეობს, ის საიდანაც ვინც არის იდეის შემოქმედი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა სოციალურ რეალობაში ლოგოს მიაწერდნენ სხვადასხვა სუბიექტს ან ობიექტს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, ხო, პლატონის ფედონი, ეს არის თხზულება, როდესაც სოკრატეს ბოლო დღე არის, ჩვენ ვიცით, რომ სოკრატეს მიუსაჯა სიკვდილი, მოწაფეები მიდიან მოგთამავენ, ესე იგი, და ეგ პრაქტიკა იყო ძველ საბერძნეთში, რომ შეგეძლო მოგერგთამა და გაქცეულიყავთ ციხიდან და სოკრატე უარს ამბობს. და ბოლო დიალოგი მოკლედ სოკრატესა და მის მოსწავლეებს შორის. და ძირითადად საკითხი ეხება სიკვდილის საკითხს და იქ სოკრატე საუბრობს, რომ ფილოსოფოსს არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის, რადგან ფილოსოფოსი არის ის, ვინც მიისწრაფის სიბრძნისკენ, ცოდნისკენ და რა არის ცოდნა, სოკრატეს მიხედვით ცოდნა ეს არის გახსენება, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იმყოფებოდა ღმერთებთან. და შესაბამისად, ფილოსოფოსს არ უნდა ეშინოდეს სიკვდილის, იმიტომ რომ ის ბრუნდება ცოდნაში, ის ბრუნდება ლოგოსში და ეს პირიქით ფილოსოფოსი მიისწრაფვის ცოდნისკენ, მიისწრაფვის ლოგოსისკენ და შესაბამისად მისთვის სიკვდილი და ფილოსოფოსს არ უნდა ეშინოდეს სიკვდილი, პირიქითაც კი არის. მოკლედ, მე ჩვენ ვიცით, რომ ის თავს მოიკლავს, მოიწამლავს, საწამლოს დავლევს და ესე აღესრულება, ხო? მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალი არის ერთი რამ, რომ ლოგოსი არ არის ადამიანური კატეგორია, ლოგოსი არის ღვთაებრივი კატეგორია და ადამიანები შეუძლიათ გაიხსენონ ეს, შეუძლიათ რაღაცნაირად ჩაწვდნენ, აი ცოტა მოგვიანებით ბევრი ფილოსოფოსი შექმნის, იდეურ სამყაროს, ხო? პლატონის სამყარო როგორია, ეს არის იდეების სამყარო და მისი, ესე იგი ჩამოდის ამ იდეების სამყაროდან უკვე გაფუჭებული, ესე ვთქვათ, დამახინჯებული პროფანული რაღაცა რეალობა იქნება, ხო? ანუ არსებობს იდეებთა სამყარო და არსებობს აი ჩვენი პროფანული სამყარო, სადაც ეს იდეები სარკისებროდ კი არის არეკლილი. ანუ რაც ქვემოთ არის ზემოთაა, მაგრამ ქვემოთ არის უფრო დაბალ დონეზე, ესე ვთქვათ, ხო? ესე იგი, აქ თავარი იყო, რომ ლოგოში შენ შეგიძლია ჩავარდე, ანუ აზრებში შენ შეგიძლია ჩავარდე, მაგრამ აზრები შენ არ გეკუთვნის, აზრები ეკუთვნის ღმერთებს, აზრები ეკუთვნის იმათ, ვინც შენზე მეტია. ქრისტიანობაში დაახლოებით ეს კონცეფცია არის, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც გარკვეული პრაქტიკებით, გარკვეული ცოდნით ცოდნას ადამიანს გადმოსცემს ღმერთი და ეგ ცოდნა ჩვენ შევიძენთ ღმერთის წყალობით და მხოლოდ ღმერთის მეშვეობით. ის არ განიხილება, ლოგოსი არ განიხილება ამ შემთხვევაში სუფთა ადამიანურ კატეგორიად, ეს არის ღვთაებრივი კატეგორია და ამიტომ ადამიანები სხვადასხვა მედიტაციის საშუალებით, სოციალური და სულიერი პრაქტიკების, რიტუალების საშუალებით და
სულიერი ცხოვრების საშუალებით ცდილობდნენ აი ამ ლოგოსთან, ამ ტრანსცენდენტულთან, რომელიც ტრანსცენდენტულია, ქონოდათ კავშირი. მაგრამ განმავლობის პერიოდში ცოტა აქამდეც, მაგრამ განმავლობის პერიოდში ჩაყალიბდება, როდესაც რაციონალიზმის პრინციპი საბოლოოდ იმარჯვებს და რაციონალიზმის პრინციპი რაში მდგომარეობს. რაციონალიზმის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო არის რაციონალური, ადამიანის გონება არის რაციონალური და ადამიანის პრინციპულად შეუულია სამყაროს შემეცნება. არაფერი არ არის ისეთი, რისი შემეცნებას არ შეუულია ადამიანის გონებას, ოღონდ ის არის შეზღუდული დროში, შეიძლება დღეს მაგალითად კოსმოსი ჩვენ ვერ შევისწავლოთ მცირე მტკიცებულებებისა და მცირე საშუალებების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც ჩვენ განვითარდებით, როდესაც ჩვენ დავაგროვებთ გარკვეულ ცოდნას, დავაგროვებთ, გვექნება დაკვირვების საშუალება, გვექნება ტექნოლოგიები, ჩვენ აუცილებლად შევიცნობთ სამყაროს და არაფერი არ არის, პრინციპულად, რაციონალიზმის თავარი საკითხი არის ის, პრინციპულად არაფერი არ არის სამყაროში, რომლის გაგება, რომლის შემეცნება ადამიანს არ შეუძლია. ხო, აი ეს დებულება მე საფუძველში ჩაეყარა ყველა მოდერნის იდეოლოგიას და მოდერნის იდეოლოგია რა არის? ეს არის გონების რაციოს პროდუქტი, როდესაც თვლის რომ რაციომ, ანუ გონება უნდა იბატონოს ბუნებაზე, რაციო უნდა შექმნას უკეთესი, იდეალური, ანუ ხო, ამ შემთხვევაში ხშირად არის ბევრი იდეოლოგიაში utopia, უკეთესი სამყარო და ეს ყველაფერი არის რაციოს პროდუქტი. ანუ ეს არის მაგალითად ჩვენ ვიცით ხო, იყო არის რეალობა და ამ რეალობასთან ურთიერთობა შესაძლებელია მაგალითად ისი მეშვეობით რაციოს ყველაზე ისეთი გამოვლინება რა არის? რაციოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება არის მეცნიერება. შესაბამისად მეცნიერული მეთოდით ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ სამყარო, შევინესმეცნოთ საზოგადოება, გარდაქმნათ ბუნება და ჩვენ ვიქცეთ, ესე ვთქვათ, თავად შემოქმედებად, რომელსაც რაციო განაგებს და შესაბამისად იქნება ბევრი პროექტი, რომელიც რაციონალიზმზე არის აგებული. ლიბერალიზმის რაციონალიზმზე იყო აგებული, სოციალური კომუნიზმის რაციონალიზმზე იყო აგებული, გარკვეულწილად რა თქმა უნდა, ნაციონალ-სოციალიზმიც, ოღონდ აქ ცოტა მისტიური ელემენტები კი შემოდის, მაგრამ მაინც ესაა რაციონალური პროექტი, ანუ ყველა შემთხვევაში ადამიანი ცდილობს, ადამიანის გონება ცდილობს რაღაცის კრისტალიზაცია მოახდინოს, შექმნას რაღაცა სოციალური არქიტექტურა მოახდინოს, მაგრამ თუ კი აქამდე ისტორია იყო სტიქიური მოვლენა, ამის შემდეგ ისტორია ხდება კონსტრუირებული, საზოგადოება ხდება კონსტრუირებული მოვლენა, ანუ საზოგადოების ინჟინერია იწყება და ინჟინერია იწყება გონების საფუძველზე, რაციოს საფუძველზე. საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომმა ჩვენ გვაჩვენა გაუცხოებული რაციო, როდესაც რაციომ დაიწყო სიოცხლის განადგურება და საბოლოო ჯამში ჩვენ ნახეთ, რომ რაციოს თურმე ქონია გამანადგურებელი ძალა და ის ხშირ შემთხვევაში ესე ვთქვათ, თვით ლიკვიდაციისკენაც კი არის მიმართული, აი იგივე განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა ინტელექტუალურმა მოძრაობამ დღეს ბევრს ლანძღავენ ფრანკფურტის სკოლას, თუმცა მე არ მგონია, რომ ეს ერთსახად არის გასალანძღი, ის იყო გარკვეულწილად პასუხი, კი, ჩემი აზრით, საკრიტიკო არის და უნდა ვაკრიტიკოთ ფრანკფურტის სკოლის მთელი რიგი დებულებები, იქნება ეს საზოგადოებაზე, იქნება ეს სექსუალურ საკითხებზე, იდენტარიზმის პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ის შეკითხვები, რაც მას დასვეს, მას თუ არ უპასუხე და უბრალოდ გვერდი აუარე, უბრალოდ შენ ისტორიას არ გაითვალისწინებ და იქნები ეგრე ვთქვათ გარკვეულწილად მოწყვეტილი იმ რეალობას, რაც უკვე ისტორიულად დაგროვდა. მოკლედ ჩვენ ვიხილეთ საკონცენტრაციო ბანაკები, ჩვენ ვიხილეთ, რომ ადამიანის გონებამ გადაწყვიტა, რომ იდეალური საზოგადოება შეექმნა, ერთ შემთხვევაში ეს იყო რაღაც საზოგადოება, სადაც დაბალი რასები უნდა განადგურებული იყვნენ და რაღაც მარტო მაღალი რასა, ზეადამიანების რასა უნდა ყოფილიყო, ხო? მეორე შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ასევე გულაგი, სადაც კლასობრივი მტრები უნდა გაენადგურებინათ, ამას მე მოყვადა მთელი სერია
ჩვენ ასევე ვიხილეთ, იქამდე პირველი ყველაზე ისეთი ტერორი, რა თქმა უნდა, და გამანადგურებელი ძალა, რა თქმა უნდა, ლიბერალებს ჰქონდა, იქ იქნებოდა საფრანგეთის რევოლუციის დროს დიდი ტერორის სახელით თუ სხვა ესეთი მოვლენებით. მაგრამ აქ ყველგან ხდება ჩვენ ის, რომ რაციო საფუძველზე ხდება, რაციო ქმნის რაღაცა კრისტალიზებულ რაღაც წარმოდგენებს, ქმნის პროექტებს და ამ პროექტების საფუძველზე შემდეგ და როდესაც რეალიზებას იწყებს ეს პროექტები, ადამიანები იწყებენ, ესე იგი, გარკვეულწილად მასობრივ ხოცვას და იწყებენ სიცოცხლის განადგურებას. შესაბამისად, აღმოვაჩინეთ ჩვენ, რომ რაციო შეიძლება იყოს ხარვეზიანი, რაციო შეიძლება სიცოცხლის წინააღმდეგ წავიდეს და ახლა წარმოვიდგინოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი, გაჩნდა ბირთვული იარაღი და კაცობრიობა შეუძლია გაანადგუროს სამყარო, არა მარტო ადამიანი, არამედ ზოგადად სიცოცხლე გაანადგუროს და ამ საფუძველზე არის ამ რეალობაში არის იმაზე ფიქრი, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თუ არა რაღაცნაირად შეზღუდვა აი ამ რაციონალიზმის, რომელმაც აქამდე მიგვიყვანა ჩვენ რაღაც ანთროპოლოგიურ კატასტროფამდე, სადაც გაუცხოებულმა გონებმა ბოლომდე იბრძოლა, ორივე შემთხვევაში, იაპონიის შემთხვევაშიც, სამდე ატომური ბომბები არ ჩამოუგდეს და გერმანიის შემთხვევაშიც ბოლომდე იბრძოლა, ესე იგი, გაწირა თავი რაღაც იდეების გამო და გარკვეულწილად გამოიწვია მილიონობით მსხვერპლი და ეხლა, როდესაც უკვე ადამიანის ხელში არის ის მასობრივი განადგურების საშუალება, იგივე პასუხისგებლობას მივცემ თუ არა რაციონალიზმს. და აქ დაიწყო უკვე ფიქრი, რა არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გამონახოთ ადამიანურ ბუნებაში რაღაც ისეთი, რომელიც რაციოს კარნახის მიუხედავად სიცოცხლეს გადაარჩენს. და ესეთი აღმოჩნდა, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ფრანკფურტის სკოლამ დაიწყო ამაზე აქტიური, ესე იგი, მსჯელობა და განხილვა, შეიქმნა გარკვეულწილად ახალი მითოლოგია, ახალი ნარატივები, რომელიც, ჩემი აზრით, თლად მეცნიერული და თლად სწორი ბოლომდე არ არის, მაგრამ ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ ნარატივებმა შექმნეს ის იდეოლოგიური საფუძვლები, რომლებიც დღეს უკვე ხორციელდება. ვისაც აქვს წაკითხული ადორნოს და ჰორხეიმერის განმანათლებლობის დიალექტიკა, მათ ეცოდინება, რომ ისინი საუბრობენ ბუნების, ადამიანმა განსაკუთრებით მამაკაცზე არის აქ საუბარი, იმიტომ რომ ქალს ისინი მიიჩნევენ ბუნებრივ არსებად, რომელიც სიცოცხლეს იცავს, ბუნებაში მყოფი არსება ბუნებას და სიცოცხლეს იცავს, ხოლო ის, ვინც იწყებს, ესე იგი, ბუნების დამორჩილებას, გაუცხოებას, ის მამაკაცი ჯერ გარეთ იწყებს ბუნების დამორჩილებას და ხდება ახდენს ბუნების, ესე იგი, დამორჩილებას, გაუცხოებას მასში და შემდეგ უკვე ის საკუთარ თავში ახდენს ბუნების, ესე იგი, დამორჩილებას, გაუცხოებას, ბუნებისგან გაუცხოებას და ამ გაუცხოების პროცესში ის, რა თქმა უნდა, ნარატივში ქმნის საკუთარ, ესე იგი, ქალს იმორჩილებს როგორც ბუნებრივ არსებას, ის ზღუდავს ქალის ბუნებას და ქმნის ალტერნატიულ რაღაც საშუალებებს, რომელიც სადაც დიქოტომიურად არის, სადაც ბუნება არის და სადაც არის მისი ცივილიზაცია. ეგ სხვადასხვა ეს ძალიან ესეთი გამართლობის და კოლონიალიზმის პერიოდის ნარატივი იყო, როდესაც საუბარი იყო, რომ ბუნება უნდა დავიმორჩილოთ, ბუნება უნდა ვმართოთ, ხო? და ამ ნარატივზე აიგო. საბოლოო ჯამში, ამ წიგნიდან ჩვენ გებულობთ, რომ პატრიარქალური კულტურა შეიქმნა, რომელიც ეს არის ანტიბუნების, ეს არის ბუნების დამორჩილება, ბუნების არ მარტო დამორჩილება, არამედ დათრგუნვა, ესე ვთქვათ, საკუთარ თავში და მამაკაცი ეს პატრიარქატი შემდეგ გადაიზარდა ანტიკურ ფილოსოფიაში, ანტიკურ კულტურაში, ანტიკური კულტურა გადაიზარდა ქრისტიანობაში, ქრისტიანობა გადაიზარდა განმანათლებლობაში და განმანათლებლობა გადაიზარდა ფაშიზმში. ეს ყველა არის ერთი ხაზი. ერთი ხაზი არის, ეს ძალიან მოკლედ რო ავწეროთ რა წერია,
მაგრამ ნუ რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ აი ეს სიოცხლე არ განადგურდეს, უნდა მოხდეს ის რომ ბუნებრივი ელემენტის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და ამ რეაბილიტაციის დროს ეს მოდელი, ეს არის ქალის მოდელი, რომელსაც აქვს დედობრივი სიყვარული, რომელიც დაიცავს ამჯერად სიოცხლეს არ მიცევს მამაკაცებს, მამაკაცურ კულტურას იმის საშუალებას, რომ დათრგუნოს ეს მომენტი და სიოცხლის მომენტი და რაც თავარი აქ ძალიან საინტერესო არის ის მომენტი, რომ ესე იგი ყოველთვის იარსებებს აი რაღაცა ქალური ბუნების რეაბილიტაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მამაკაცების მიერ იყო დათრგუნული და რომ მამაკაცები ამ ბუნებას უწოდებდნენ ირაციონალურს, ისტერიულს და ასე შემდეგ და ამის რეაბილიტაციით, ამის სოციალური და იდეოლოგიური რაღაცა ჰეგემონიის გახდით სიოცხლე იქნება დაცული. აი ეს ნარატივი არის ძალიან ისეთი მე ვიტყოდი ცოტა გნოსტიკური ნარატივი, მე ზოგადად გონია რომ გნოსტიკური ნარატივები ესა მოდერნისა და განსაკუთრებით პოსტმოდერნის ნარატივი, თუ მოდერნის ნარატივიც რა თქმა უნდა არის, მაგრამ გნოსტიციზმის სხვა ვიდეოში შევეხები ზოგადად. თავარი რა არის? თავარი არის ამ კონცეფციაში ის, რომ უნდა იყოს რაღაცა ბუნებრივი, რომელიც დათრგუნოს, რომელიც შეიძლება ვერ ჩამოაყალიბოს იმ ენაზე, იმ რაციონალურ ენაზე, საკუთარი სათქმელი, მაგრამ ემოციებით ის ხელშეუშლიც რაციოს თვითგანადგურების ვნებას, ესე ვთქვათ, და დათრგუნოს რაციოს. და აი აქედან იწყება ეს ფემინისტების წივილი, კივილის როგორც სტრატეგია და ეს ბუნებრიობა, ანუ ის რაც აქამდე იყო მარგინალური, დათრგუნული ქალში ისტერიულობა, ამ ისტერიულობის წინ წამოწევა და ამ ისტერიულობისთვის რაღაცა ისტორიული მისიის მიცემა, რომ აღარ მიცემს მამაკაცებს იმის საშუალება, რომ ქვეყანა გაანადგუროს. უბრალოდ კონცეფცია გასაგებია, ეს კონცეფცია მთლიანად აგებულია ძალიან ესეთი რაღაც მითოზზე, მე ესე ვიტყოდი მითოზზე და ჩვენ ვიღებთ უკვე ისეთ რაღაც გზას, ისეთ ხედვას, სადაც რაციო აღარ არის ცალსახა ავტორიტეტი პირიქით რაციო არის ის, რომელიც ბუნებას ებრძვის და თუ კი შენ მიუთითებ ადამიანს, რომ ის არის ისტერიული, თუ კი იწყებ რაციოთი ამ ადამიანის რაღაც მარგინალიზაციას, ესე იგი შენ ახარ ფაშისტი, როგორც გითხარით, ლოგიკა რა არის? პატრიარქატი, ესე იგი ანტიკურობა, ქრისტიანობა და ფაშიზმი. აი ეს გამართლობა გამართლობა და მეორე ფაშიზმი. აი ეს ერთი ხაზი, ეს ერთი გზა ერთმანეთთან არის გადაკვეთილი და ეს ყველა ემსახურება ბუნების დათრგუნვას. ხო, ამიტომ ნახეთ მტერი ვინ არის მტერი არის პატრიარქატი მტერი არის გარკვეულწილად, ნუ ეხლა ესე მკაცრად ვერ ეხებიან იქ, მაგრამ მაინც ეს ძველი ბერძნული ფილოსოფოსები მტერი არის ქრისტიანობა, მტერი არის განმართლობის რაციონალიზმი, მტერი არის ფაშიზმი და ეს ყველაფერი შეიფუთო როგორც ფაშიზმად, ანუ აქედან გაჩნდა ხო პატრიარქალური ფაშიზმის ცნება და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიხილეთ უკვე ისეთი პროექტები, ისეთი იდეოლოგიური პროექტები, რომელიც მთლიანად თრგუნავს, მთლიანად ანადგურებს ამ რაციონალიზმის დომინაციას და ცდილობს, რომ რაციონალიზმი დომინანტი კი არ იყოს, არამედ დაექვემდებაროს აი ამ ემოციურ დომინაციას, ისე ბუნებრივ ემოციურ, რაც აქამდე იყო ისტერიულობის ნიშანი, ანუ ქალურობის ნიშანი და ქალურობამ გახდეს, ანუ ქალური ბუნება ამ კონცეფციაში განეხილება როგორც ბუნებრივი მოვლენა, გახდეს ისე დომინანტური და ადამიანმა დაიწყოს ბუნებისგან შემოbrunება, რასაც ნიშნავს სიოცხლესგან შემოbrunებას. მაგრამ, ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება ამის, ამას კიდე აქვს რამოდენიმე მიმართულება. საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ეს კონცეფცია
მუშაობს დღეს და ეს კონცეფცია არის ამ მთელი ლიბერალური დღესასრიგის კონცეფცია, სადაც უკვე სუბიექტი, კლასიკური სუბიექტი არის შეცვლილი. დღეს კლასიკური სუბიექტი ლიბერალიზმის, ლიბერალური კულტურული პოლიტიკის არის ის რაციონალური კულტურისგან, ტრადიციული კულტურისგან გაუცხოებული ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარ ბუნებას შეეხოს და აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ იმალება. ყველამ ვიცით ერიკ ფრომის თავისუფლებისგან გაქცევა, ქართულადაც არის ნათარგმნი. ეს ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი საკითხია და საყვარელი ნაწარმოები არა, კვლევაა, ესე ვთქვათ. და იქ რას წერს ფრომი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფალი იყო, გამართლობა, რომელმაც მოუტანა ინდივიდუალური თავისუფლება ადამიანების ნაწილმა ამას ვერ გაუძლევს, მას სჭირდებოდა მშობელი, აი მშობელის, ესე იგი, გარკვეულწილად სუროგაცია მიცა სახელმწიფომ, მიცა ფაშიზმმა და ადამიანმა უარი თქვა, ოღონდ გადაეცა ეს თავისუფლება სხვისთვის და დაბრუნებულიყო ისე ინფანტილურ მდგომარეობაში, ეს პასუხისმგებლობა, თავისუფლებისგან პასუხისმგებლობა გადაეცა და რატომ მოხდა ეს? იმიტომ მოხდა ეს, რომ არსებობს გარკვეულწილად ოჯახის გარკვეული ინსტიტუტი, რომელიც ხელს უშლის და აბრუნებს ადამიანს, არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გაიზარდოს და მუდმივად მის მოდელზე იქნება რაღაცა ინსტიტუტები, ფაშისტური ინსტიტუტები, რაც თავარია, რომელიც ადამიანს აბრუნებს აი ამ ოჯახურ სიმულაციაში, ან სუროგაციაში, უფრო სწორედ, სადაც მართველი უწოდებენ მამას, ერის მამა იქნება თუ რაღაც პოლიტიკური მამა და ასე შემდეგ, სადაც მამის მოთხოვნა არის და ადამიანები კარგავენ საკუთარ თავისუფლებას, ხო? ეს და შესაბამისად, ანუ პრობლემა რა არის? პრობლემა არის ტრადიციული ოჯახი, რომლიდანაც საბოლოოდ მე იზრდება ფაშიზმი. აქვს სხვათა შორის ადორნოს ესეთი კვლევა ავტორიტარული პიროვნება, სადაც მას განხილული ფაშიზმისკენ და მემარჯვენეობისკენ ვინ არიან მიდრეკილები და ის ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ შემდგა ტრადიციულ ოჯახში ცხოვრობენ, ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ესე იგი, მემარჯვენე, ნაციონალისტურ პოლიტიკებისა და ეს არის საფუძველი ფაშიზმისა და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემური ოჯახი აქვთ, ისინი პირიქით არ არიან ამისკენ მიდრეკილნი და შესაბამისად ესე იგი ფაშიზმის საფუძველი, ფაშიზმის ფუნდამენტი არის აი ეს ტრადიციული ოჯახი. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ესა კულტურული საფუძველი, შესაბამისად რა უნდა ვქნათ, უნდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ოჯახური რღვევა იყოს გარკვეულწილად და ადამიანი საბოლოოდ უნდა მოწყდეს ამას რადიკალურად და აი ფრომი ფიქრობდა, რომ ადამიანი იყო გარკვეულწილად თავისუფალი ფურცელია, რომელიც მას საკუთარი თავი თვითონ დაწეროს, ოღონდ ეს ამ პროცესის, ანუ ინდივიდუალიზაციას პროცესს უწოდებენ, ინდივიდუალიზაციას ის ახდენს მაშინ, როდესაც წყვეტს ურთიერთობას გარკვეულწილად აი ეს ტრადიციულ კულტურასთან, იმ კულტურასთან ის ჯანყდება ამ კულტურის წინააღმდეგ და რადიკალური წყვეტით, ან ამ კულტურასგან რადიკალური წყვეტის შედეგად ის ხდება თავისუფალი და ის იწყებს საკუთარი იდენტობის თვითონ დაწერას, ანუ ადამიანი იწყებს გამოგონებას საკუთარი იდენტობის და ის მერე რაღაცნაირად ცოტა გაუგებარი კონცეფცია, რაღაცნაირად სიყვარული ექნება არა კონკრეტული ჯგუფის მიმართ, როგორიცაა ოჯახი, ნათესაობა და ასე შემდეგ, არამედ ზოგად კაცობრიობის მიმართ და ამის საფუძველზე აღარ დაიბადება ფაშიზმი, ხო? ხო, აი ეს კონცეფცია
რომ ოჯახის ინსტიტუტიც არის ფაშისტური ინსტიტუტი და კარგი ოჯახის ინსტიტუტი არის პრობლემა, იმიტომ რომ ის ყოველთვის ქმნის ის არ აძლევს საშუალებას ადამიანს გაიზარდოს და ის ყოველთვის ქმნის შემდეგ უკვე ისეთ ინსტიტუტებს, სადაც მოთხოვნა არის ოჯახის და ამ ოჯახის მოთხოვნაზე ფაშისტები მოდიან და სისტემა ფაშისტური ხდება. და ადამიანი უარს ამბობს მე თავისუფლებაზე და ის აღარ იღებს იმ პასუხისგებლობას თავისუფლების, ის გადასცემს ამის სუროგადს. გასაგები კონცეფცია, მაგრამ მისაღები არა, რა თქმა უნდა. ამის საწინააღმდეგოდ რა თქმა უნდა ინდივიდუალიზაციის პროცესს აბსოლუტურად სხვანაირად განიხილავს იუნგი. კარლ იუნგი, ჩვენ ვიცით მის შესახებ, ის საუბრობს იმას, რომ ინდივიდუალიზაციის თუ ყველა აღიარებს, რომ გარკვეულწილად თინეიჯერობის პერიოდში ადამიანი უპირისპირდება მშობელს, მან უნდა მოახდინოს სიმბოლური გარკვეულწილად, მან უნდა მოახდინოს დაპირისპირება მამასთან, მშობელთან, არა იმიტომ, რომ ეს რაღაცა ოჯახის ინსტიტუტი დაანგრიოს, ხო? არამედ იმიტომ, რომ საკუთარი მე მოიპოვოს. აი მან აუცილებლად ხშირად არის ხოლმე თინეიჯერი თეთრზე შავს ამბობს, შავზე თეთრს ამბობს, არა იმიტომ, რომ ის მამას ვერ ამჩნევს, არამედ იმიტომ, რომ მან საკუთარი დამოუკიდებლობა მე უნდა დააფიქსიროს ამ წინააღმდეგობით. და რაღაცა ეს ამბოხის პერიოდი აქვს, სანამდე ის საკუთარი მეს იპოვის. მაგრამ საქმე ის არის, რომ საბოლოო ჯამში ინდივიდუალიზაცია იუნგისთვის ეს არის ინტეგრაცია არქეტიპებთან, ინტეგრაცია იმ კულტურულ ღირებულებებთან და საბოლოო ჯამში ინტეგრაცია საკუთარ მშობელთან. საკუთარ მშობელთან ინტეგრაცია ხდება მაშინ, როდესაც სრულდება ეს ჯანყი და როდესაც ჩვენ უკვე საბოლოო ჯამში შენში შემოდის მშობლის არქეტიპი და შენთვის უკვე მუდმივი ჯანყი კი აღარ არის, ესე იგი მშობლის წინააღმდეგ. აი მაგალითად, რას აკეთებს ლიბერალები აკეთებენ იმას, რომ ყველაფერს მშობელს უწოდებენ და მუდმივ ინფანტილურ მდგომარეობაში ტოვებენ ადამიანს, მუდმივად ახდენენ აჯანყებას ამ ადამიანის სხვადასხვა ინსტიტუტებთან იქნება, ანუ რელიგიასთან, ეხლა რელიგიის წინააღმდეგ აჯანყება სიამოვნებაში რას ემსახურება, ხო? რელიგია ეს არის მათთვის დიდი ოჯახის კულტი, ეს არის მამის კულტი და ესა მუდმივი, ესე იგი ლიბერალებს საკუთარი თავი წარმოადგენენ მუდმივ გარკვეულწილად თინეიჯერად, მუდმივ მოზარდად, რომელიც უჯანყდება მშობელს და აღარ ემორჩილება. ეს არის ამბოხებული ბავშვი და ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი სურო 40-50 წლის იყოს ლიბერალი, ის იქცევა როგორც თინეიჯერი. ანუ ის ჩარჩენილია ამ ინფანტილურ მდგომარეობაში. იუნგი ამბობს, რომ ეს პერიოდი გასაგებია, რომ ადამიანს აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანმა უნდა მოახდინოს საკუთარ კულტურასთან, საკუთარ გარკვეულწილად იდენტობასთან, საკუთარ მშობლებთან ინტეგრაცია ხდება. აი მარტივი მაგალითი, როდესაც ჩვენ ხვდებით მშობლები, ჩვენ უფრო მეტად გვესმის ჩვენი მშობლების და ჩვენი მშობლები უკვე უცხოები კი აღარ არიან, არამედ არის ისინი უკვე თავიდან ბოლომდე ინტეგრირებული არიან ჩვენში. და აი ეს პროცესი უკვე ქმნის სრულყოფილ გარკვეულწილად ადამიანს და სრულყოფილი ადამიანი რა არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე ეს კულტურული სიმბოლოები, კულტურული არქეტიპები ინტეგრირებული აქვს მასში და მას უკვე სამყარო უფრო ესმის. ანუ არასდროს არ ხდება, იუნგი ამბობს, რომ შეუულებელია ინდივიდუალიზაცია სხვის გარეშე, შეუულებელია ურთიერთობის გარეშე, შეუულებელია. ანუ ადამიანის ინდივიდუალიზაციისთვის სჭირდება სხვა. თუ კი ფრომი ამას არ ამბობს და ფრომი საუბრობს იმაზე, რომ ადამიანი გარკვეულწილად ეს არის, მან უნდა მოწყვიტოს საკუთარი თავი, რადიკალური წყვეტა უნდა მოახდინოს. იუნგი ამბობს, რომ არა. ადამიანმა საკუთარი კულტურასთან საბოლოო ჯამში
ის ხდება ადამიანი, როდესაც კულტურა გარეთ კი აღარ იყოფება, არამედ უკვე ინტეგრირებულია მასში, კულტურის სიმბოლოები ინტეგრირებულია მასში და ამბოხი მორჩენილია და სამყაროს აღქმა, სამყაროს გაგება უფრო ნათელია, უფრო გასაგებია, იმიტომ რომ შენ უკვე შეგიძლია სხვისი პოზიციითანაც დაინახო სამყარო. შენში უკვე მარტო ბავშვი აღარ ცხოვრობს, შენში ცხოვრობს ზრდასრულიც, ბავშვიც და მოხუციც და შენ შეგიძლია მოხუცთან ადეკვატური ურთიერთობა, ბავშვთან ადეკვატური ურთიერთობა, მშობელთან ადეკვატური ურთიერთობა და ამას ახდენს კულტურული ღირებულებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა და ამიტომ ტრადიციული კულტურული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს ადამიანად. და ის გზა, რა გზაც აირჩიეს ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებმა და არა მარტო ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებმა, ეს არის დამღუპველი გზა იმ გაგებით, რომ ადამიანს ტოვებენ მუდმივ ინფანტილურ მდგომარეობაში და ჩვენ ახლა თუნდაც ამ აქციების დროს ჩვენ ხედავთ ინფანტილიზაცია საზოგადოების. სადაც ჯანყი არის მუდმივი, არის ისტერიულობა და ადამიანი ვეღარ ახედენს სამყაროს ინტეგრაციას შენში. ანუ ნახეთ, იმისთვის რომ შენ სამყარო გაიგო, შენ უნდა მოხდო სამყაროს ინტეგრაცია შენში. უნდა სამყარო არ უნდა იყოს მარტო შენ გარეთ, არამედ უნდა იყოს შენშიც. და ეს ინტეგრაციის პროცესის გაუქმებით და მუდმივ დაპირისპირებით, მუდმივ ამოხებულ მდგომარეობაში ყოფნით, ვერ დგება იმის საშუალება, რომ ადამიანი საბოლოოდ იყოს ინტეგრირებული და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც ადამიანი. აქედან გამომდინარე, აქ ნახეთ, ერთი არის რაციონალიზმის გაქრობა, მეორე არის ოჯახური ინსტიტუტების გარკვეულწილად რღვევა და მესამე არის აი პრობლემური იდენტარიზმის პოლიტიკა. იდენტარიზმის პოლიტიკა გულისხმობს, რომ ადამიანი არის სუფთაფურცელი და მას საკუთარი იდენტობის შექმნა თვითონ უნდა მოახერხოს და ის თუ კი ვინმე ეუბნება რომ მისი იდენტობა ესეთია და არა ისეთი, ის არის ფაშიზმი, იმიტომ რომ ის საკუთარი რაციოთი ამ ადამიანის ესე იგი შემოსაზღვრას ახდენს და არ აძლევს ამ ადამიანს განთავისუფლების საშუალებას. ამიტომ რაციონალიზმი ამ შემთხვევაში, რომელიც არ აძლევს იდენტობას ადამიანს, რომელიც საკუთარი იდენტობას ქმნის, ამის საშუალებას როდესაც არ აძლევს, ესეთი რაციონალიზმი მიიჩნევა ფაშიზმად. ხო, კაი კონცეფციაა. ესე იგი ვერაფერს იტყვი, იმიტომ რომ ყველანაირი შენიშვნის არ მიღების კონცეფცია სიამოვნებაში ეს რეალობის არ დანახის კონცეფცია და ამიტომ პროექტი რა არის? პროექტი არის ის, რომ ადამიანი დატოვა მუდმივ ამბოხებულ მდგომარეობაში, სადაც ის ვერ ეგუება და ვერ ახდენს ინტეგრაციას და ის იწყებს საკუთარი ესე იგი იდენტობის შექმნას. სიამოვნებაში არავინ არ ქმნის საკუთარ იდენტობას. სიამოვნებაში საკუთარი იდენტობა, რასაც იდენტალიზმის პოლიტიკა ქვია, ეს არის აბსოლუტურად სოციალური ინჟინერია და ადამიანები მერე იღებენ. და ყველაზე მოწყვლადი ადამიანები იღებენ ამას. ანუ იდეოლოგიის პროგრამებს ქმნის ცარიელ სივრცეებს, სადაც სხვისი პროგრამა იწერება სიამდვილეში. მაგრამ ამ ადამიანს ჯერა რომ ის თვითონ ქმნის ესე იგი საკუთარი იდენტობას, მან შეუძლია გამოიგონოს, რომ ის თვითონ ძაღლია, არა და ეს პოსტჰუმანიზმის პროექტში უკვე წერია, მან გამოიგონოს რაღაც 40 წლის კაცმა თქვას, რომ ის პატარა გოგო არის, ჩვენ ესეთ ანომალიებს ხედავთ, მაგრამ ეს იდენტარიზმის პოლიტიკაში აბსოლუტურად ჯდება. და ის, ვინც ეუბნება, რომ ესე არ არის, ამ ენაში, ამ იდეოლოგიურ ენაში არის ფაშისტი. ხო, კაი თავდაცვის მექანიზმი, ანუ შენ თუ რამეს მეტყვი, რომ ესე არ არის, შენ ხარ ფაშისტი და შენ თუ მიმითითებ რაღაც ისეთ რეალობაზე, ეს რეალობა არის რაციონალიზმის მიერ შექმნილი, რომელიც ზღუდავს ბუნებრიობას, არ ამაძლევს საშუალებას ბუნებრიობის და შესაბამისად რა ხდება და საბოლოოდ ესე იბადება ფაშიზმი მათი თქმით. ამიტომ შემთხვევითი არაა, როდესაც ისინი ყველაფერს უწოდებენ ფაშიზმს, იქნება ეს ფაშიზმი თუ არ იქნება ეს ფაშიზმი და იქნება ესე ვთქვათ რაღაცნაირი სასაცილო მდგომარეობა და სამწუხარო ტრაგიკული მდგომარეობა, სადაც
ვერ ხდება ზრდასრულად ჩამოყალიბება. იმიტომ რომ ზრდასრულობა არ არის ასაკი. ზრდასრულობა ეს არის სოციალური და კულტურული ფენომენი. და თუ კი შენ კულტურაში აქრობ, შენ სოციალურ ცხოვრებაში აქრობ ზრდასრულობას, ადამიანი სულ რომ 60-70 წლის იყოს, ის ზრდასრული ვერ იქცევა. ზრდასრულობა სჭირდება კულტურული ბაზა და სადაც ინტეგრაციის ელემენტები არის. დღევანდელი ადამიანი არის ძალიან მოწყვლადი, დღევანდელი ადამიანი დატოვებულია ინფანტილიზმის ფაზაში. სიმბოლურად ის გარედან ვეღარ იღებს იმ რესურსს, რომ მან რაღაც ასაკი გადალახოს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც მუდმივ ინფანტილიზმშია და მუდმივ ისტერიულობაშია. საბოლოოდ ესეთი ადამიანები ვერ ახდენენ ინტეგრაციას, ესეთი ადამიანები სულ ვიღაცის ბრძოლაში არიან, ვიღაცებთან ბრძოლაში არიან, სულ რაღაცა დომინანტურ ან რაღაც ტრადიციულ კულტურას ებრძვიან. ის როგორი რომს დაამარცხონ მათ დომინანტური კულტურა, ისინი ამით ვერ გაჩერდებიან, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ჩარჩენილია მშობლის წინააღმდეგ მუდმივ ამბოხებაში, ის დაწყდარდეს. თუ კი ის ვერ ახდენს მშობელთან ინტეგრაციას, მშობელთან შერიგებას და თუ ეხლა მათ წარმოუდგენიან მშობელი როგორც ეკლესია, შემდეგ სხვა რაღაცას წარმოიდგენენ როგორც მშობელი, ანუ ისინი ვერ დაწყდარდებიან, ისინი ვერ მოახდენენ ინტეგრაციას, მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მუდმივ ინფანტილურ მდგომარეობაში დარჩენა. აქედან გამომდინარე, ეს შეიძლება ტრაგიკულია, მაგრამ ეს დიდი ძალა არის, რომელიც რაღაც თავისუფლების სახელით მოდის, აი ახალგაზრდებს ჯერათ, რომ ისინი რაღაც დიდ რევოლუციას ახდენენ, იმ დროს, როდესაც ეს რევოლუცია არის პრინციპში რევოლუცია რაციოს წინააღმდეგ, ეს არის რევოლუცია ზრდასრულობის წინააღმდეგ და რაც თავარია, ამით მინდა დავასრულო. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის მარტოსულობა ხდება პერმანენტული. იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის გარკვეულწილად შემდგარი, როდესაც ის მასში არსებობს არქეტიპები, რომლებიც მასში არის ინტეგრირებული, მას აქვს საშუალება თუ არსებობს ამის განსაკუთრებულად რიტუალური ან სოციალური პრაქტიკები, ის იმ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს ადამიანს აქვს ცხოვრებაში ძალიან მარტივად გადალახავს ხოლმე. მაგრამ აი დღევანდელი ადამიანი, თანამედროვე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია ტრადიციას, ეს ადამიანი არის მარტოსული ადამიანი, მას უჭირს საკუთარი თავის შველა, მას სჭირდება მუდმივი რაღაცა გამაყუჩებელი ელემენტი, ნარკოტიკი, ოპიუმი ჭირდება მას მუდმივი, ეს ერთი შემთხვევაში ჰედონიზმი იქნება, მეორე შემთხვევაში რაღაც მოძრაობა, ანუ სულ რაღაც პროცესში უნდა იყოს და ვერ ისვენებს. ეს მოსვენარი მდგომარეობა, რომელიც საბოლოოდ ვერ პოულობს იმას, რასაც მთელი ცხოვრება ეძებს. ის ვერ ხდება თავისუფალი, ის ხდება სხვისი პროექტი და ის ვერ ახდენს საკუთარის დაფუძნებას, იმიტომ რომ მისი შვილიც იგივე მდგომარეობაში იქნება და მას არ აქვს შემოთავაზება, კულტურული და იდეოლოგიური შემოთავაზება, რომ დაასრულოს ეს მუდმივი რაღაცა ბრძოლა ან ჯანყი. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ეს არის გააზრება, რომ ჩვენ ის საზოგადოება ვართ, უნდა ვიყოთ არა მოზარდების საზოგადოება, არამედ ზრდასრულების საზოგადოება, რომელიც ახდენს გარკვეულწილად არა მარტო რაციონალიზმის საფუძველზე, არამედ უკვე მთელი რიგი სულიერი და ფსიქოლოგიური ტრადიციების გამოცდილების საფუძველზე ახდენს ზრდასრული ადამიანის ჩამოყალიბებას, სადაც ადამიანი ეს არის ის, რომელიც ინტეგრირებულია საკუთარ კულტურაში, სადაც ადამიანი არის უკვე კულტურის მატარებელი და კულტურა არის ის, რაც
გარეთ კი არ არის, არამედ ადამიანშია. აი ესეთი ადამიანი არის უკვე ზრდასრული ადამიანი. ეს ადამიანი არის ის, რომ ანუ, როდესაც ადამიანში უკვე არის ეს მთელი ქართული კულტურა, და არა მარტო ქართული, ზოგადად ქრისტიანული კულტურა არის ზოგადი კაცობრიობის არქეტიპების, იმიტომ მარტო ქართულში არ ცხოვრობს თანამედროვე ადამიანი. აი ეს რომ არის, მას უკვე შეუძლია დიალოგი, მას უკვე შეუძლია ინტეგრაცია, მას უკვე შეუძლია იყოს შემოქმედებითი. და ამ შემოქმედებით პროცესში ის ხდება, ესე ვთქვათ, აი სრულ ფასოვანი ადამიანად ყალიბდება. ეს იდეოლოგია მთლიანად არის მიმართული, რომ ადამიანი ვერ ჩამოყალიბდეს ადამიანად და მუდმივ აი ეს გარდამავალ პერიოდში იყოს, მუდმივ ჯანხში იყოს და მუდმივ ქაოსში იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ზუსტად ორი არჩევანი. ან მივდივართ აი ამ გზით, სადაც ეს ადამიანებს ტოვებთ აი ამ მდგომარეობაში, ჩვენ შვილებს ტოვებთ პირველ რიგში, შვილებს არ უტოვებთ ჯანსაღ, არც ფსიქოლოგიურ, არც სულიერ სივრცეს და მეორე ჩვენ ვიწყებთ ტრადიციების აღდგენას, ჩვენ ვიწყებთ გარკვეული რიტუალების აღდგენას, ჩვენ ვახდენთ ინიციალიზაციას, გამიჯვნას აუცილებლად ბიჭისა და შობლის გარკვეულ ასაკში, გადრე ჯარი აკეთებდა ამ ფუნქციას, როდესაც ადამიანის უწევდა შობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრება და ეს პირველი პერიოდი შემდგომ, როდესაც ბრუნდებოდა უკვე ბიჭი, ის უკვე ბიჭი აღარ იყო, ის იყო მამაკაცი. ჩვენ გვჭირდება რაღაცა ისეთი ელემენტი, რომელიც და ტრადიცია, სადაც ადამიანი დაიწყებს საკუთარი თავის შემეცნებას. ძალადობრივად, იმიტომ რომ ეგ ნებაყოფლობით იშვიათად ხდება, ან თუ ხდება ძალიან დაგვიანებულად. ამიტომ კულტურაში უნდა არსებობდეს ეს ელემენტი და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ როგორია ტრადიციული საზოგადოება? ტრადიციული საზოგადოება ეს არის ზრდასრული ადამიანების საზოგადოება. როგორია ლიბერალური საზოგადოება? ლიბერალური საზოგადოება ეს არის საზოგადოება, რომელიც მუდმივად ჩარჩენილია გარდატეხის ასაკში. ის არ არის ზრდასრული საზოგადოება. და მას ყველანაირი ნიშანი აქვს გარდატეხი ასაკის მქონე, ესე იგი, ადამიანის, რომელსაც არ აქვს მყარი დასაყრდენები. მოკლედ, თუ საინტერესო იყო, დაწერეთ კომენტარები, დავიწყოთ ამაზე საუბარი. მე მგონია, რომ ეს ძალიან ცოცხალი პრობლემაა ჩვენ ირგვლივ და ვიმსჯელოთ ამაზე. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.